სერიალს წარმოგიდგენთ საიტი Cinemania.gr. გახმოვანებულია acara.net.com-ის მიერ. ჰაშორიო, უბრალოდ დაამატე წყალი. რისი სუნია? საძილეთობრის. შეხედე როგორი მტრიანია. რატომ გამოიღე? მამა, ეს საშინელება. ეს რა ლაკა? ვფიქრობ ქილის სპაგეტის. 88 წელს მთებში ვიყავით. მამა, რა ხდება? ადრე მთელი ოჯახით ლაშქრობაში სიარული გიყვარდათ. არა, მამა, ეს შენ გიყვარდა ლაშქრობები. ჩვენ კი ვიტანდით ამას, კოღოები, ცივი ღამეები, სპაგეტი ქილიდან. ლაშქრობაზე სიარული მთელ ოჯახს უყვარდა, ასე რომ დროა გავიმეოროთ. მე გამომრიცხე. მეც. ყველანი მივდივართ. დარწმუნებული ვარ მშვენიერი დასვენების დღეები გვექნება. სად? კუნძულ მაკოზე. სავსე მთვარისას ღია ცის ქვეშ დავიძინო. როგორ გამოვძვრე? თავი მოიავადმყოფე. მასზე არ იმოქმედებს. მეტყვის რომ სუფთა ჰაერზე უკეთ გავხდები. სავსე მთვარისათვის მომემზადე. საკუთარ თავს უფლება მივეცი თქვენთვის ახალი მზის სათვალე მეყიდა. და ასევე ფანჯრებზე ასაკრავი პარკი. ლუის, დაივიწყე კლეო ოჯახთან ერთად კუნძულ მაკოზე მიდის. რა? ხუმრობ? ლეო, მე სახლშიც კი მიჭერს თქვენი მთვარის შუქის განდაცვა. კუნძულზე კი? არჩევანი არ მაქვს ლუის. არ შეგიძლია იქ წასვლა. შეუძლია ლუის. თუ ჩვენც მასთან ერთად წავალთ, ჩვენ ერთმანეთს მივხედავთ. ძალიან ცუდი იდეაა. სავსე მთვარისას თავს კარგავთ გოგონება. აქ კი მე მაინც მოგხედავთ. ლუის, უკვე დიდები ვართ. მე წავალ. მართლა? მადლობა. მაგრამ ეს ოჯახური ლაშქრობაა. მაგრამ ემა და რიკი ჩემთვის დებივით არიან. მაშინ წაგიყვანან. მშობლებს უნდა კითხოთ ნებართვა. მე უკვე ვკითხე მისტერ სერტორი. მეც. აღჭურვილობა. მათ საძილეთომრები აქვთ. შეუძლიათ ჩემს გარავში იცხოვრონ. მაშინ წამოვიდნენ. გაკუკ, გამარჯობა მისტერ სერტორი. ეს რაღაცა ლუის. ეს კარავია. SRX 500. ძალიან კარგი მოდელია. ვფიქრობ გოგონებს მოეწონებათ. თან ორმაგია. ეს კი ჩემი საძილეთომარაა. ერთი წამით მოიცადე. შენზე არავის არაფერი უთქვამს. სად დაიძინებთ ამდენი? კლეო, ემა და რიკი SRX 500-ში დაიძინებენ. მე კი თქვენთან ერთად. აი ასე. კიმს კი საკუთარი კარავი ექნება. მე მომწონს. არ ვიცი, მე ყოფა თუ არა ადგილი ნავზე. ჩემსაც წამოვიყვან. კარგი. რა საკეთებ? მე თქვენ გჭირდებით. მაპატია, მაგრამ დღეს კინოში წამოსვლას ვერ შევძლებ. არა უშავს. სხვა დროს წავალთ. რა თქმა უნდა. და რატომ არ მოდიხარ? იცი, უკვე შევუთანხმდი. ვის? მეგობრებს. ლეოს. ეს ლაშქრობაა. სერტორების ოჯახური ტრადიციაა, მე კი ვეხმარები. მათ ჩემი უნარები სჭირდებათ. მე ხომ ვიცი რა არის ლაშქრობა. და სად მიდიხართ? კუნძულ მაკოზე. რა რომანტიულია? არა, არაფერი მსგავსი. იქ ნესტი იქნება სიცივე და ბევრი მწერი. მეც კი არ წავიდოდი, მაგრამ უკვე დავუკვირდი. ერთი თვის წინ. ყველაფერი რიგზეა ლუის. კი. რა თქმა უნდა, დაპირებები უნდა შეასრულო. რა თქმა უნდა, გეთანხმები. შენ ხომ დამპირდი რომ დღეს შევხვდებოდით?
მართლა ფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება? კი. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად იქნება. გამარჯობა. იმედი მაქვს წინააღმდეგი არ ხართ. შარლოტას ძალიან უნდა და ჩემთან ერთად წამოსვლა. რა საკეთებს აქ? დავფერდი რომ საღამოს მასთან ერთად გავატარებდი. რაღაც იეჭვა. იეჭვა? დღეს ხომ სავსე მთვარეა. ხომ გეუბნებოდი, არ უნდა წამოვსულიყავით. მაგრამ მინდა იცოდე რომ აქ თქვენთვის ვარ და არა მისთვის. ლუის, შეგიძლია დამეხმარო ამის გაკეთებაში? ახლავე. უკვე მოვდივარ. ისი ატრიალებს როგორც უნდა. უცნაურია რომ ჩვენს კარავში არ შემოგვისახდა. ნუ ღელავს საშილად გაატარებ საღამოს. ერთად? ამის მოწყობა შეიძლება. კოთონისთვის შეშას მოვაგროვებ, მამა. კარგი. შორს არ წახვიდე ბანაკიდან. ნუ ბრძანებლობ. სხვადასხვა ცხოველები ბინადრობენ. რა თქმა უნდა. მოვუყვეთ რიგი. რა ვიცი, ფიქრობ ჯერ პატარაა. იდი, მომიყევით. ამბობენ აქ ერთი არსება ცხოვრობს. რას ნიშნავს ამბობენ? მას ხედავენ დრო და დრო. სავსე მთვარისას როგორც დღეს. ამბობენ, მას უმი ხორცი უყვარსო. და ვინ ამბობს? ის ვინც გადარჩენა მოახერხა. დანარჩენები კი? ვინ იცის? ერთი სიტყვით შენს ადგილას იქ მარტო არ წავიდოდი. წამოდი, მე გამოყვები. გაიგე რასაც ყვებოდა კლეო. ნუ გჯერა მათი სრულიად უსაფრთხოდ ვართ. ეს რა იყო? ეს საიდან იყო? ვფიქრობ უნდა დავბრუნდეთ. გეთახმები. დამეჯერა კი, მაგ არაფერი საშიში არ არის. მაგრამ ეს ძალიან უცნაური ხმები იყო. ოპოსუმები უცნაურ ხმებს გამოსცემენ ამ დროს. ეს ოპოსუმები არ ყოფილან. თუ ეს ასია, ესე იგი სხვა ცხოველი იყო. ჩვეულებრივი ამბავია. შვიდად, მე ვარ. რა სამწუხაროა, მხოლოდ ჩვენ. ძალიან დამავალებთ თუ შარლოტას თავს დაანებებთ. ვიცი რომ მისი შეშინება გინდათ. შეყვარებულზე ღელავს. არა, თქვენზე ვღელავ. აი, რა არის ეს? მზის სათვალე. მაგრამ ვერაფერს ვხედავ, როცა მიკეთია. თავარიც ეს არის. და ყურის საცობები როგორ დაგვიცავს? ეს ჩემი იდეა იყო. იმ შემთხვევისთვის თუ ვინმე ხრინავს. სამივე აქ უნდა დარჩეთ და არავითარ შემთხვევაში არ გააღოთ ელვა. აქ ხომ არ მიგვეჭედებდი? ეს იდეაც მომივიდა თავში, მაგრამ გენდობით. ძილინებისა. ძილინებისა. აი, ხალოთ ჩვენ დარჩით. თორე ჯერ არ ამოსულა. უკვე მეშინია. მეც, რიგი? ყველაფერი კარგად იქნება.
შარლოტა. რა ხდება? ვერ ვიცინებ. იქნებ მთვარის ბრალია. რას ერდება გადაწყვიტე. მას შემდეგ რაც მოხდა? შენ ხომ დამიცავ არა? იცი დაძინება არ მეწყენდა. მაგრამ ახლოს თუ წავალთ? კლეო, კლეო, გაიღვიძე. შეიძლება თქვენთან დარჩე? გონი აქ ცოტა ადგილია. დაბრუნდი შენს კარავში. იქ არ მომწონს, მეშინია. შარლოტა წავიდა და? შარლოტა წავიდა? სად წავიდა? არ ვიცი, მინდოდა მამასთვის მეთქვა, მაგრამ ძინავს. ლუისიც არ არის. არ მაინტერესებს. რა თქმა უნდა. როგორ ფიქრობ? რა შეიფიქრეს? დასაძინებლად წადი. კლეო, თუ შემი შეშინება გინდა დაივიწყე. არ გამოვა. კლეო? კლეო, დაბრუნდი. კლეო. არის აქ რაღაც მაგიური. ასე ფიქრობ? არასდროს შემიმჩნევია. რომანტიულიც. ახლა მეწხედავ. ლუის. რას აკეთებ? რატომ არ გძინავს? კლეო სადღაც წავიდა. რა? ზომბივით იყო და მისი შეჩერება ვერ შევძელი. ალბათ შენი შეშინება უნდა და კი. არა ლუის. შეიძლება. კიმ დანარჩენები სად არიან? კარავში. წადი შენს კარავში დაბრუნდი. მიდი. მე აქ დაგელოდები. მარტო? მეგონა დაბრუნდებოდი და ჩვენ საუბარს დავასრულებდით. საუბარს? ხო. მალე დავბრუნდები. რიგი. რა არის? კლეო დაიკარგა. რა? კლეო დაიკარგა. კარავში იჯექი. კლეო ამაზე პასუხს აგებს. შემოვდივარ, თვალები დახუჭეთ. ერთმანეთისთვის ყურადღება უნდა მიგექციათ. და შენ სად იყავი ბატონო მცველო, როდესაც ის წავიდა? მე შარლოტასთან ერთად ვიყავი, ჩვენ უბრალოდ ვარსკვლავებს უყურებდით. დედალების გარეშე ლუის. კლეო ახლა შეიძლება ნებისმიერ ადგილას იყოს, მე გავყვები. არავითარ შემთხვევაში. ძალიან დიდხანს გვეშინოდა სავსე მთვარის. შეხვედრის დროა. გაგიჟდი? სამი გიჟი ქალთევზა მაკლია, რომელიც მთვარემ მოაჯადოვა. უთხარი რიკი. ის მართალია, სამუდამოდ ვერ შეგვეშინდება. მთვარის გუბეში უსაფრთხოდ ვართ. იქ წავიყვანთ კლეოს. მთვარეს რომ ვერ გაუმკლავდეთ, მე რა ვქნათ? წავედით. ეს სიგიჟია. გოგონება. საკმარისია. კარგი გეგმა იყო არა? კარავში შედით. საკუთარ გოგონას მიხედე ლუის.
ლუის, შენ ხარ? ლეო, რას აკეთებ? უმცროსი დის შეშინება არც ისე ლამაზი საქციელია. ჩემთან ეს ნომერი არ გაგივა. ეს ჩემი და ლუისის გამო არა? ლეო? ლეო, შენ გელაპარაკები? ლუის, შარლოტა, კარგად ხარ? ლამის მეხი დამეცა. მართლა? მე კი არაფერი გამიგია. არა და უნდა გაგეგო. კიდევ აქ კლეო იყო, ძალიან უცნაურად იქცეოდა. სად წავიდა? არ ვიცი. კარგი, მგონი კარავში უნდა დაბრუნდე. ალბათ კლეო უკვე იქ არის. აქ რაღაც უცნაური ხდება. ეს რა იყო? არაფერი. მაგრამ უნდა გაგეგო. დავალ შევამოწმებ. ვნახავ. არა, ლუის, შეჩერდი. გონი კმარა, თქვენმა გეგმამ არ გაამართლა. კარავში დაბრუნდეთ, მე კი წავალ და კლეოს მოვძებნი. არ მოგვიახლოვდე. ვიცით, რასაც ვაკეთებთ. დარწმუნებული ხართ? იმიტომ რომ წინა ჯერზე წყალი გვეძახის. წყალი. ეს კარგია. იცურეთ. კლეო. ლეო. კლეო. სად ხარ? კლეო. არა.
შარლოტა. აქ რას აკეთებ? შარლოტა. ყალიანათებდა. შემდეგ კი გაიყინა. აქ რა ხდება? კიდევ არ გჯერა ჩემი ხომ? თავიდან ზოგი რაღაც უცნაურად გეჩვენება. მაგრამ ეს ასე არ არის. თავი ხომ არ დაარტყი, როდესაც ჩავარდე. დილო მშვიდობისა. აქ ძილი ძალიან სასიამოვნოა, არა? ალბათ ჰაერის ბრალია. პამა მინდა. კიდევ გვაქვს სპაგეტი ქილაში. არ გამიგია, როდის ატეკე ლუის. ეს იმიტომ, რომ თქვენი ხრინვა 1 კილომეტრის რადიუსში ყველაფერს აყრუებდა. გოგონები სად არიან? კარგი კითხვა. არ მითხრათ, რომ ზინავთ. ძილის გუდებო? ადექით. რა ხდება აქ? მეც მინდა ამის გაგება. ლუის, დილო მშვიდობისა. ვინმეს უნდა ცხელი საუზმე. სამწილად დრაულია. შეიძლება გავსენჯო. გოგონებო, მშვენიერია. ახალი თევზი. როგორ დაიჭირეთ? ეს ჩემი ჰობია. ჩვენ სავსე მთვარეს შევხვდით და გავიმარჯვეთ მასზე. ახლა ყველაფერი სხვანაირად იქნება. კარგი ვაღიარებ. თქვენ სავსე მთვარეს ჩემი დახმარების გარეშე აჯობეთ. არა, ლუის, მიუხედავად იმისა, რომ ხელს გვიშლიდი, მაინც ვაჯობეთ. კარგი. ძალიან მამაცი უნდა იყო, ასე არსაით წასასვლელად, როცა არ იცი რა გელის. ეს სწორია. მხოლოდ ერთი რამ მაღელვებს. შარლოტა ყინულს შეეხო, როდესაც მთვარის გუბეში სინათლე ირეკლებოდა. სწორია. იქნებ მასაც აქვს შესაძლებლობები. ამის შემოწმება ძალიან ადვილია. კარგი. გამარჯობა, ღმერთო მაპატიე. ეს შემთხვევით გამომივიდა. როგორ შეგეძლო ამის გაკეთება? ოჩახ. არც კი სცადო თავის მართლება, ლუის. ის წესრიგშია. სერიალზე მუშაობდნენ მსახიობები ნატალია ყულაშვილი და გიორგი წერეთელი. ხმის რეჟისორი მახოშონია. გახმოვანებულია აჭარანეტ.com-ის მიერ.